ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ კასპში, სადაც წყალმომარაგების კომპანია უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს ქალაქისთვის. ქალაქი დღეის მდგომარეობით 5 საათიან გრაფიკით მიეწოდება წყალი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ქალაქი გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე. პროექტის ფარგლებში რემონტდება რეზერვუარები, ასევე ეწყობა მდინარის დამცავი გაბიონი, ასევე მოეწყობა და რემონტი ჩაუტარდება წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე არსებულ სერვის ცენტრებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 31 მილიონს. პროექტის საბოლოო დასრულების ვადა გახლავთ 2026 წლის ბოლომდე. პროექტი მოემსახურება ჯამში 9000 ბენეფიციარს. გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელთან ერთად დღეს კასპის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც კასპისთვის, ასევე კასპის მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს წყალშემკრები აუზების რეაბილიტაციას, ახლის მშენებლობას, მთლიანად სისტემის მოწყობას, რომელიც ხელშეუწყობს მოსახლეობაზე წყალმომარაგების მიწოდებას, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება და ასევე მოეწყობა სოფელ იგოეთში სასმელი წყლის სისტემა, როგორც სატუმბის სადგურები, ასევე წყალშემკრები და ანალოგიური იქნება მოსახლეობაზე 24 საათიანი წყლის მიწოდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ჩართულია კასპის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდების ხელშეწყობაზე და საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა დაახლოებით წლის ბოლოს თუ არა იქ და წლის დასაწყისში ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.